ეს მოტოსფეროა, მოგესალმებით. ესე იგი აქტიურად მიმდინარეობს უკვე ჩვენი პოდკასტების ჩაწერა და დღეს სტუმრად ყავს საქართველოს მოტოფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ჩიქოვანი. სალამი გიო, პირველ რიგში როგორ ხარ? გამარჯობა, მადლობა, კარგად. როგორი შემართება და განწყობა გაქვს? კარგი, ძალიან კარგი და მიხარია რომ აი ესე თქვენაირი ადამიანები ესე ერთვებიან მოტოსპორტის ინფორმაციის გაზიარებაში სხვადასხვა მიმართულებით, ესა სპორტული თუ არასპორტული მიმართულებით. ვცდილობთ რაღაცა. ეს მნიშვნელოვანი არის კომუნიკაცია შედგეს მომხმარებელსა და კომერციულ მხარეებს შორის, ბოლელებსა და ფედერაციას შორის და ამითი თქვენი მეშვეობით უფრო სწრაფად მიცდომადი არის ინფორმაციების და რაც უფრო მეტი იქნება თქვენაირი ადამიანები, მით უფრო აჩქარდება პროცესები რა. კი, აი ამას ვიძახი ზუსტად და აი გავახურებთ ახლა ამ პოდკასტას და მნიშვნელოვანია გითხრათ რომ ვიმყოფებით პოდკასტარიაში და აი აქედან ვიღებთ აი ამ საოცარ გარემოში ჩვენს პოდკასტებს. ძირითადად მინდა რომ ფედერაციაზე ვისაუბროთ, მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა უფრო მეტი გაიგოს თუ რა ხდება ფედერაციაში, რას აკეთებს და რა როლი აქვს ზოგადად მოტოფედერაციას ბაიკერების ცხოვრებაში და ამ ზოგადად მოტოსპორტში და აი ამ თემებზე ალბათ ვერ ამოვწურავთ ერთ საათში, ალბათ ამას ვერ მოვასწრებთ, თუმცა თუ იქნება დაინტერესება მაყურებლის მხრიდან და რა თქმა უნდა თქვენს გექნებათ სურვილი, აუცილებლად კიდე რაღაც სიღრმისეულად ვეცდებით რომ ეს თემა ამოვწუროთ რა. რა ხდება ფედერაციაში, როგორ მიდის საქმეები, ახლა ვარჩევნები როგორც ვცი და რაღაც ახალი ძალით, ახალი შემართებით ხართ. კი ბატონო, მოდი არჩევნებამდე ცოტა უკანა პერიოდით დავიწყებ. კი, აუცილებლად. ესე სწრაფად და მე უკვე დავეციოთ დღევანდელ დღეს. კი, როგორ მოვედით აქამდე, კი, საინტერესოა. აქამდე რა. ესე იგი, პირველად 2016 წელს ჩავატარეთ დრაგი, არა ფედერაციის ეგიდით, არამედ ესე ჩვენ ცალკე ბიჭებმა. გავიდა გარკვეული პერიოდი, არ მოხდა არანაირი აქტივობა. პარალელურად შეჯიბრებს ატარებდა თუ სწორად მახსოვს Enduro Club Georgia უგზოობის მიმართულებით. და დავინახეთ, რომ ეს საკმაოდ მზარდი პროცესი იყო. და ერთ დღეს უკვე ეს იყო 2019 წელი, დავსხედით ჩვენ Enduros კლუბის წარმომადგენლები და კიდე სხვა ადამიანები, ვინც საორგანიზაციო კუთხით იყვნენ ჩართულები ამ სფეროში და ვისაუბრეთ, რომ დრო გვჭირდება რაღაცა ესეთი ორგანიზაცია, რომელიც დაგვირეგულირებს ამ პროცესებს, ამ შეჯიბრებებს და დაგვიიმპორტებს იმ ინტელექტს, რა გამოცდილებაც არის საერთაშორისო ბაზარზე. მას შემდეგ რო დავიწყეთ გადადგმა უკვე ამ ფედერაციის ჩამოყალიბების, გიგა ჩოქურია პიროვნება, რომელმაც 2013 წელს ყველაზე მეტად იფიქრა ვიდრე ჩვენ და 2013 წელს მან უკვე დააფუძნა ეს ფედერაცია. დააფუძნა ეს ფედერაცია და მე გარკვეული ძალები, არ ვიცი რა მიზეზები და როგორ იყო ეს მე თვითონ გასცეს პასუხი. გაჩერებული იყო 2019 წლამდე, ესე ვთქვათ. 2019 წლის შემდეგ ერთად ჩავერთეთ ამ ფედერაციის აღორძინებაში, მათ შორის თვითონ გეგა იყო პირველი პრეზიდენტი ჩოქური, შემდეგ მოხდა არჩევნები, ამირჩიეს მე, გეგა დარჩა გამგეობის წევრად, დღემდე გამგეობის წევრი არის და 2019 წელს დავიწყეთ უკვე მომზადება ფედერაციის, რომ საერთაშორისო ფედერაციაში შევსულიყავით. მაგრამ მე კოვიდი იყო, კოვიდისგან გამომდინარე გაჩერდა ყველაფერი, ცუდი პერიოდი დაემთხვა ნამდვილად და ბოლოს 2022 წელს უკვე წარვადგინეთ საქართველოს საერთაშორისო ფედერაციაში და მივიღეთ სრულუფლებიანი წევრის სტატუსი და მოგვაძახეს იქ welcome to Europe რა. ანუ პირველად მანდ გავხდით ესე იგი ევროპის ნაწილი რა. ჩანაწერი არის ეგეთი, რომ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპაში, თქვენი წითელი ლამაზი და გემრიელი ღვინით. აი ესეთი სიტყვები იყო. ხო. და მას შემდეგ უკვე დავიწყეთ სხვადასხვა თემებზე მუშაობა ამ ფილმის სხვადასხვა კომისიის წარმომადგენლებთან ერთად რომ რა დისციპლინები განვითარდეს. არის ერთი რეალობა თვითონ ფილმი რას გთავაზობს რა უნდა ქნა, არის მეორე რეალობა ადგილზე მოცემული რეალობა, არის მესამე სად მიდიხარ და აი სულ გიწევს რაღაც ახალი რეცეპტების შექმნა. პირველი ის რომ ეხლა ჩვენ რასაც ფილმი გვეუბნება მაგ წესებით რომ დავიწყოთ ღონისძიებების შეჯიბრებების ჩატარება და ის მოთხოვნები რა მოთხოვნებიც იმას გააჩნია პრაქტიკულად ვერც შეჯიბრს ვერ ჩავატარებთ. იმიტომ რომ მასა ვერ გაწდება ამ ფინანსურ სახსრებს რაც არ უნდა დაეხმაროს ფედერაცია მაინც ძალიან დიდ ციფრებს ეკავა. მაგრამ მივიღოთ ადრე თუ გვიან აუცილებლად მივიღოთ. ეხლა პირველი ნაბიჯი რაც იყო რომ რა დისციპლინა მიექცეს ყურადღება და არ მიექცეს ყურადღება, რეალურად ეს ყველა დისციპლინა ფედერაციისთვის შვილის ტოლფასია. ფედერაციაში ამ კონკრეტული მომენტისთვის არის დისციპლინა დრაგი, წრიული რბოლა, ენდურო და ჯიმხანა. ჯიმხანა ეს უფრო სამოყვარულო მიმართულება. ფედერაციას აქვს ორი მიმართულება, სპორტული მიმართულება და არასპორტული მიმართულება. სპორტ და beyond sport ესე ქვია. თვითონ ფილმსაც აქვს ეგ და ეგ რაკურსი ჩვენც გვაქვს დაჭერილი. ჯიმხანა გვჭირდება, იმიტომ რომ რაც შეიძლება უფრო კონტაქტური იყოს მასასთან ფედერაციის ურთიერთობა და ეს არის ის უნარჩვევები, რაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვჭირდება. შემიძლია ანალიზის გაუკეთოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვინც იმ ფიგურებში გაივლის და მოუყვანო მაგალითად რომ აი ამ შეცდომით ქუჩის მდგომარეობაში რა შეიძლება მოსულიყო და ჯიმხანა უფრო ესე დავარქვა რენტგენს უკეთებს იმ ადამიანს, რომ რა შესაძლებლობები აქვს და რას გაუბედოს ქუჩაში და რას არ გაუბედოს ქუჩაში. თან ეს საცუბში გადმოტანილი ზუსტად იგივე რეალობაა. იდენტური ის არის, რა ქვია, პრინციპები ზუსტად. ეხლა ენდურო, ეხლა ჩვენი ბუნებით კი კავკასიური ბუნებით არ ჩამოვარდებით ძალიან ბევრ ქვეყანას და ეს ისეთი დისციპლინა არის, რასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. წრიული რბოლა ეს არის უმაღლესი ლიგა თვითონ ფილმისთვისაც, წრიული რბოლა MotoGP ეს არის ყველაზე მაღალი ისეთი შეჯიბრი თვითონ ფილმისთვისაც და ყველა ქვეყანაში. და არის დრაგი, კი ბატონო, ფილმიც ატარებს დრაგის ჩემპიონატებს, მაგრამ იმათი დრაგი ცოტა განსხვავდება ჩვენი დრაგისგან. საერთოდ სხვა სამზადისი არის და აი ჩვენი დრაგი უფრო მიახლოებული არის აი გარკვეული ქვეყნების ასოციაციას აკეთებენ, აი ბალტიისპირეთის ქვეყნები საერთოდ ბალტიისპირეთის ასოციაცია არის და ისინი ატარებენ ხოლმე და იმათ ჩატარებული დრაგი ჩვენ დრაგს გავს და ხშირად იმათ რეგლამენტის წესებს ვიყენებთ. აი ბოლოს იყო აქ რომ აი სიმაღლე არ დაგვაწყებინეს, ალბათ ვიღაცამ შეიძლება ვინუსის გაურკვევლად ეწერა, მაგრამ ძალიან სწორად და კარგად ეწერა თუ ისე გულისხმიერად წაიკითხავდი და ეს ჩვენი მოგონილი არ იყო არც არავის გემოზე არ იყო მორგებული ეს ჩანაწერები არსებობს ეს სიმაღლე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ყველა სტანდარტები არსებობს და იმ სტანდარტებს და ეგ ჩანაწერები არსებობს მე მოგვიანებით გაჩვენებ რას გულისხმობდი ამ რეგულაციებში 2024 წლის რეგულაციაში ბალტიისპირეთის სადაც ლატვია, ლიტვა და მაგ ქვეყნების ერთობლივ შეჯიბრში იყო და ეხა ცოტა ბევრ დეტალზე ხა ახარ მინდა რომ ხო რა თქმა უნდა წავი იმიტომ რომ ყველა გვაყოფილი ვე ჩვენი ამოცანა რა არის ჩვენი ამოცანა არის რომ შეჯიბრი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო თუ რაღაცა ხა გამოგვეპარა გვეპარება შემდეგში მაინც რო არ გამოგვეპაროს და ქრონიკულად მიწევს და გვიწევს მე და ჩემ გუნდს კითხვა რეგულაციების სხვადასხვა ქვეყანაში რომელი ვერსია უფრო ამართებს და არის რაღაცა მოდელები რომელიღაც ქვეყანაში მუშაობს არის რაღაცა რომ არ მუშაობს და აი სულ აი ამ კითხვაში ვართ რა თვითონ ფედერაციაც ანუ
მართლა ეხა იწყებს რა, იმიტომ რომ ისტორიისთვის 6 წელი არაფერი არაა რა. მით უმეტეს მართლა ცუდად დაიმთხვა. 23-დან დავიწყეთ, 3 წელი გავა. ხო, აი მაგას ვამბობ, რომ მე ისე ცუდად დაიმთხვა ის კორონას პერიოდი, რომ მართლა ეხა იწყება ყველაფერი. 23-დან დავიწყეთ რეალურად აი ესე შემართებით მუშაობას და აქვე მინდა აღვნიშნო სპორტის სამინისტრო ძალიან გვერდში გვიდგას პირველი დღიდანვე. ეხა რეკლამაში არ ჩამიყავთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსოვს სპორტის სამინისტრო და რუსთავის ავტოდრომი. ნუ არ ვიცი, ერთხელ მაინც მივსულიყავი მაგათთან დახმარებაზე და გვერდში რომ დამდგარიყვნენ ეგეთი დღე, ნუ არ მახსოვს და ვიმედოვნებ, რომ სულ ესე გაგრძელდება, მე ვიქნები თუ სხვა იქნება, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხო, იმიტომ რომ აი მოთხოვნა მაღალია ზოგადად და ძალიან მომთხოვნები ვართ ზოგადად რა ის ხალხი ვინც უშუალოდ მაგ თემებში არ ჩართულები და თუნდაც მონაწილეები, თუნდაც მაყურებლები ძალიან ბევრს ვითხოვთ, ამას ვიაზრებ და იმასაც ვიაზრებ, რომ მართლა ეხა იწყება. ანუ ესე უცბად ჰოპ და ყველაფერი იმ დონის რაც MotoGP-ზე არის მართლა ვერ იქნება რა. აქამდე რაღაც საფეხურებია რაც უნდა გავიაროთ. მაგას ძალიან ბევრი შრომა ჭირდება და აი მქონდა საუბარი უნგრეთის გენერალურ მდივანთან რომ მოდი ესეთი წამყვანი ფიგურაა თვითონ ეს პიროვნება ფილმშიც მოდი ჩვენ გავაკეთოთ ეს შავი ზღვისპირეთის ქვეყნების ასოციაცია თურქეთის პრეზიდენტთან ჰქონდა საუბარი ეგენ საუბარსაც ხადებენ რაღაცა ერთობლივი ჩემპიონატი ჩავატაროთ ჯერ სიტყვაზე საქართველოს, უნგრეთი, თურქეთი, ბულგარეთი და იგი შეიძლება საბერძნეთიც შემოგვიერთდეს და აი ჩვენ ვივარჯიშოთ ერთმანეთში ჯერ და მერე გადავიდეთ აქედან უკვე შემდეგ ზედა იმაზე რა ქვია საფეხურზე და ესე ნელა შევძლებთ რომ ჩვენი მბოლელები გავიყვანოთ უკვე იქ სადაც უნდა გავიყვანოთ და ამას ნუ მოთმინება და დიდი შრომა ენერგია და ფინანსებიც რა თქმა უნდა ჭირდება და მაგრამ პარალელურ რეჟიმში ეგ არის მიზანი მთავარი მოდი რა არის მიზანი თვითონ ფედერაციის რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში ააფრიალოს მისი ქართული დროშა ეს არის ნომერ პირველი ამოცანა ეგ არის მიზანი არა მხოლოდ ჩვენი ფედერაციის არამედ ყველა ქართული ფედერაციის რაც შეიძლება ხშირად მუდმივად იყოს აფრიალებული ეს ჩვენი წითელი ხუჭრიანი დროშა სხვა ქვეყნებში სხვადასხვა ქვეყნებში აფრიალებული მაგრამ ამას საკმაოდ დიდი შრომა ჭირდება პარალელურ რეჟიმში არის მოთხოვნა და მიზანი იმის რომ ესეთი მიზანიც გვაქვს როგორ გადმოვიტანოთ ქუჩიდან რაღაც კალაპოტები უკვე ტრეკზე და ეხლა ძირითადად უფრო მაღაზე უფრო მუშაობთ და ჩვენი აი ეს შეჯიბრებები რეალურად თუ გადავხედავთ მონაწილეებს ყოფილი აი ეგეთი პიროვნებებია ქუჩის მურბოლელები არიან საკმაოდ კარგად მართავენ მინდა გითხრათ მაგრამ იმაშიც აი რამოდენიმეს რომ დავაკვირდი ავტოდრომზე რომ შედიან ავტოდრომს აქვს თავისი წესები და თავისი თვისებები ხასიათი ასე ვთქვათ და ცარიელ ავტოდრომს რო ხედავ ეგონიათ რომ ყველაფერი კარგად აი აპატიობს რა თვითონ ავტოდრომი იმიტომ რომ იმას თავისი წესები აქვს და ეხლა მაგაზე დავიწყებთ აქტიურად მუშაობას ეხლა წელს მაგალითად დრაგი დავამატეთ შაშან 2 იყო შაშან წინაც 2 ეტაპი იყო წელს 3 ეტაპია 3 ეტაპის გარდა კიდე დავამატეთ კვალიფიკაციები სპეციალურად რომ რაც შეიძლება უფრო მეტი შეხება მოხდეს ავტოდრომსა და ბოლელს შორის და ეხლა კიდე ვფიქრობ რომ ხომ არ დავამატოთ ზოგადად ესე track days სიტყვაზე 3 სტარტი 4 სტარტი 5 სტარტი თითო ადამიანს რომ უფრო რაღაცა შევისის ხორცოთ. ხო, იმიტომ რომ თუ რაღაცა ემოციების დახარჯვა გვინდა, მოდი იქ დავხარჯოთ და იქ ვიჭიდაოთ. მე უკვე ქალაქში მივხვდებით, რომ არ გვაქვს არანაირი სურვილი. არის საუბარი მათ შორის, რომ რა უყოთ არა სპორტსმენ, მაგრამ პატარა ბავშვებს. კი. 15, 16, 14, 13 წლის ბავშვები, რომლებიც სკუტერებით გადაადგილდებიან, ну ვიცი მე რამოდენიმე ეგეთი.
მაგაზეც ვფიქრობთ, რომ აი მაგათვის რანაირი რაღაცა ქართულ გემოზე მორგებული დისციპლინა შევქმნათ, რომელიც ნენელა წავა იმ საერთაშორისო დისციპლინის სტანდარტებისკენ. და იდეაში როგორ არის ხა სტანდარტებს ვეხები? მაგალითად ავიღოთ წრიული რბოლა. წრიულ რბოლაზე გვაქვს რეგლამენტი და არსებობს SBK-ს რეგლამენტი. არის ეგეთი SBK არის MotoGP და არის SBK. ძირითადად ჩვენ SBK-ს რეგლამენტით მივდივართ ხოლმე. მათ შორის MotoGP-დანაც ვიღებთ რეგულაციებიდან რაც აქვს, მაგრამ უფრო SBK-ს ვერ გევით. ამოცანა არის ეგეთი, რომ წელს მოდი ამ SBK-ს რაღაცა 10-15% მაინც რო გქონდეს, შემდეგ წელიწადს ერთი 20-30%, იმიტომ რომ პროცენტი რას ნიშნავს, იცი რომ ის წესები რო შემოგაქვს, იმ წეს მოყვება თავისი ვალდებულებები. რა თქმა უნდა. და ამ ვალდებულებების ახსნილება საკმაოდ რთული არის. იმიტომ რომ ფინანსები ჭირდება, ვარჯიში, დრო, ან ძალიან ბევრი რაღაცა ჭირდება. და რო არ შევაშინოთ და დავაფრთხოთ ეს ბოლელები, თვითონ ეს ბოლელები ჩართული არიან ამ რეგლამენტების შედგენაში. და 1-5 წელიწადში იქნებ ერთი 90% უკვე მსგავსება გქონდეს საერთაშორისო ჩემპიონატის რეგლამენტთან. ეს უკვე ძალიან დიდი შედეგი იქნება. ანუ ჩვენ თუ მაგდონის 90%-იანი მსგავსი რეგლამენტით ჩვენ აქ შეჯიბრე ჩავატარეთ, ჩვენ ამბიცია შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდი დავაიმპორტოთ საერთაშორისო ჩემპიონატის რომელიმე ეტაპი. და უკვე ჩვენ მაგას FIMI ეძახის პრომოუტერს რა. ანუ ჩვენ შეგვიძლია უკვე რომ პრომოუტერი ვიყოთ, ან ფედერაცია პრომოუტერი იყოს, გარკვეული ღონისძიების, შეუძლია განაცხადი გააკეთოს და იყიდოს ღონისძიება. და უკვე განხილვას შეიძლება დაექვემდებაროს. ხო, აი მაგ თემებზე მინდოდა მე შეხება რა, რომ საერთაშორისო ტურნირები გვინდა უკვე რა, ვითხოვთ რაღაც ჩვენ იქით ვიყოთ, ისინი აქეთ ჩამოდიოდნენ ჩვენთან, იმიტომ რომ ძალიან გეხმარება შენ როგორც მრბოლელს განვითარდე, ანუ იმიტომ რომ აქ სულ ერთი და იგივე მოწინააღმდეგები გყავს რა. იქ სხვა დონეზე არიან, იმათთან შეჯიბრი კიდე უფრო მეტ მოტივაციას გაძლევს, რომ შენ ტრეკზე უფრო მეტი დრო გაატარო, ივარჯიშო, რომ იმას დაეწიო, იმას აჯობო, იქ გაიმარჯვო. აი კარგია რომ ამაზე მუშაობთ რა და აი ხა ზუსტად მაგაზე ისაუბრე და შინაგანად ძალიან მიხარია რა, იმიტომ რომ რა ჩემ მაყურებელმა იცის რომ მეც ვაპირებ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ტრეკზე დავხარჯო ის ჩემი ენერგია რაც ეხა ქუჩაშია და მინდა რომ მქონდეს პრეტენზია იმაზეც რომ რაღაც გავაკეთო, რაღაც შევცვალო, ჩემი სახელი დავტოვო და რაღაც მსგავსი რა. და მიხარია რომ ამის ხელშეწყობა იგეგმება, იქნება და ძალიან ბედნიერი ვიქნები, მეც და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი. იმიტომ რომ არსებობს რაღაც ჩვენს გონებაში რაღაც ბარიერი, რომ გონია რომ აუ აი ეხა რა აზრი აქვს და ვერ და ის და ეს და აქვს. აქვს. არასდროს არ უნდა დანებდე რა. ბევრჯერ მქონია ეგეთი მომენტი, რომ აი აღარ მინდა, აღარ შემიძლია დავიღალე, არ არის ჩემი საქმე, მაგრამ აი ბოლოს ერთ-ერთი ფაქტორი იყო, ავარიაში მოყვევი 2015 წელი იყო, ხო 2015 წელს მოყვევი ავარიაში და ამ შემთხვევით გადავრჩი რა, ესე ვიტყოდი რა, არის ჩემი ვიდეო ცდებს. მოტოციკლედით? კი, მყავდა K1300R. თავისუფლების მოედნიდან პანტოზე ქვევით ვეშვებოდი სანაპიროზე და გადამიჭრა რა, მანქანა დევს ვიდეო მე არ ვიცი თუ აგინახია გაჩვენებ. და მან აღარ მინდა მეთქი ეს არც მაღაზია, არც მოტო ვაფშე არ, მაგრამ რაღაცა უცბად აი მეორე დღეს წევა და მეთქი არა, გამორიცხული არ დავნებდები, იმიტომ რომ მინიმუმ ეს სფერო იმდენად მზარდია ჩვენს ქვეყანაში, რომ ამას უკვე აღარ გააჩერებს ვეღარავინ. და ეს გამოცდილება მე რაც მაქვს თეორიული თუ პრაქტიკული მინდა რომ დაუტოვო შემდეგ თაობას მეთქი რა. და აი მაგან მომიყვანა მაგ სიძლიერე აქამდე სადამდეც მოვიდი ამ სფეროში, რა თქმა უნდა, მოტოსპორტის. და აუცილებლად ვიზრუნებ და ვიმუშავებ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციას დროულად შემოვიტანო, გადამუშავდეს და მივიდეს ჩვენს მოქალაქეებამდე.
ხო, ეგ ძალიან სპორტული თუ არა სპორტული მიმართულებით. ეხლა დღეს ფედერაცია აქტიურობს მხოლოდ აი ეს რო ჩამოთვალე ცოტა ხნის წინ მაგ დისციპლინებში არ გამიხმაურებია ჯერ რამდენი მიმართულება აქვს კიდე გამზადებული თაროზე, რომელიც სპორტულშიც და არასპორტულ მიმართულებაშიც. ესა ტურიზმი, სამოყვარულო. ტურიზმში 6 დისციპლინა არის, არც ვიცოდი, იმიტომ რომ მე მან ლიცენზია ავიღე, FIM-ის ლიცენზია ჩავაბარე გამოცდა და უბრალოდ აი განსაკუთრებული ვიყავი. ესე იგი ტურიზმის მიმართულებით არის 6 დისციპლინა. გარდა იმისა, კიდე შენ რას მოიფიქრებ ადგილობრივი ბაზრისთვის. და ეს 6 შეგიძლია ჩაერთო საერთაშორისო ტურიზმში. მაგაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, იმიტომ რომ ფედერაციას აქვს ძალიან ბევრი განშტოება, ბევრი მიმართულება. ამ თითოეულ მიმართულებას სჭირდება თავისი ხელმძღვანელი. აი ხა შევხედები კლუბებს. რატო არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის კლუბები? თითოეულმა კლუბმა ეს რა იდეოლოგია არის, ან კლუბი არის რაღაცა იდეოლოგიის მატარებელი, ხო? მაგალითად, ერთი კლუბი იძახის, რომ მოდი მე ჩემი მიზანი იქნება, რომ განმოვითარო ტურიზმი სკუტერებით პირობითად. იდეა, იმიტომ რომ არის ადამიანები, ვისაც სკუტერები უყვარს და სკუტერი ტურიზმი უნდა. ამას სჭირდება პატრონი, ხო? ვინც მუდმივად უნდა იმუშაოს ამ ხალხზე. და ეს ხალხი ცოტა არ არის. იგივენაირად არის სიტყვაზე მეორე კლუბი, რომელიც იძახის, რომ მოდი ჩემი მიზანია, რომ მე ვიმუშავებ წრიული ბოლის განვითარებაზე. წრიული ბოლის განვითარებაზე არის ეგეთი რაღაცა, რომ ფედერაციას აქაც FIM-ის პრინციპით წავედით, არის CCR-ი. კომისია Circuit Racing, კომისია წრიული რბოლის. კომისია წრიული ბოლის შედგება რისგან? წრიული რბოლა, ანუ დიდი 600,000 drag racing-ი, mini GP ცოტა ხანში შევეხები საუბარში. არის sidecar-ი და ბევრი განშტოება ამ CCR-ში. აქაც როგორ არის, იცი რომ აქაც შეიძლება შენ თქვა რომ მოდი მე წრიული ბოლის mini GP-ის კონვეიერული პრინციპია რა, მოვიდა ბავშვი, შენთან ისწავლა, შენ ასწავლე 8-დან 12 წლამდე, 14 წლამდე, მე რა უნდა ქნას? ხო, მე უნდა წავიდეს სხვასთან. მე ვიცახი რომ მოდი 14 წლიდან ზევით ვინც არის იმას, ეგ 14 წლიდან სიტყვაზე 20 წლამდე. ან მე ვიცახი რომ სიტყვაზე 300 კუბატურიანების ან A2 კატეგორიის იგივე 660 35 კილოვატიანი მოტოციკლების ტრადიცია შემოვიდა და შეჯიბრსაც ჩავატარებ წინადადებას ეუბნები ფედერაციას. და შენ თუ ამას ამუშავებ, უკვე ძალიან მაგარი არის, იმიტომ რომ ფედერაციას ყავს ეს დასაყრდნობი კლუბები და მერე უკვე კლუბები ემუშავება თავის ბოლელებს და მერე შეჯიბრიც რო ტარდება ამ შეჯიბრის დროს უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ მარტო ბოლელები არ არის, უკვე კლუბებიც ჩართული არიან. მაგალითად იყო ეგეთი საუბარი დრაგთან, ეს დრაგი ხომ მზარდი არის. ეხლა ყველა დისციპლინას ყველა კლასს უბრალოდ ბევრი კლასი 9 კლასია. ყველა კლასი რო 16 შეივსოს, აი კვალიფიკაციით გაიცხრილა და 16-ები დარჩა. სიტყვაზე ყველა კლასი რო 16-ებით შეიკრას, ფიზიკურად ის 8-9 საათი სამუშაო საათი რაც არის. სამუშაო საათს თავი გავანებოთ, შეიძლება 12-15 საათი ვიმუშაოთ, მაგრამ ის 8 საათი არ არის საკმარისი რომ ერთ დღეში ჩაატიო. მეორე მხრივ რო შეხედო ალბათ არაერთხელ სპორტულ ღონისძიებაზე ყოფილხარ, სხვა სპორტულ ღონისძიებაზე კალათბურთზე, ფეხბურთზე ან რაგბიზე სადმე, 3-4 საათი გრძელდება, ალბათ 3 საათი გრძელდება ეს პროცესი. პირველი ტაიმი, მეორე ტაიმი შესვენება თავისი სესიებით რა. და 3-4 საათი ეს არის სავსებით საკმარისი მაყურებლის კუთხითაც, რომ არ მობეზრდეს, ისიამოვნა და всё, წავედით ყველანი სახლში ან რა ვიცი, ვიქეიფოთ. იგივე პრინციპი არის აქაც რომ გარკვეულ შეჯიბრებები უნდა დავიყვანოთ მინიმალურ დრომდე, რომ 3-4 საათზე მეტი იდეაში მშვიდობა იყოს მთავარია და 3-4 საათზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს. მერე კითხვა ის აბა დანარჩენ კლასებს რა უყოთ? აი ზუსტად კლუბები მაგვიტო გვინდა რომ ამ შაბათ-კვირას იქნება 600,000-ის დაატარებ შენ, იქითა შაბათ-კვირას იქნება 400-იან კრუიზერის ატარებს ის და ანუ ამ რეცეპტს ისე დაუდებთ, რომ ყველა შაბათ-კვირას აქტიური იქნება და იქნება სხვადასხვა, იმიტომ რომ
ეხა კარგი ზაფხულის განმავლობაში დღე გვიან ღამდება რა და ოქტომბერში უკვე საკმაოდ ძნელი არის, იმიტომ რომ ადრე ღამდება. და ამ დროს უნდა ჩაატარო. მე იქ უსაფრთხოების საკითხები არის, რომ ტრასა არ გაგანათებული. და ანუ მივედით იქ, რომ გვჭირდება მეტი კლუბები, ოღონდ არა კლუბები, იმიტომ რომ რაღაცა მხოლოდ კომერციული კუთხით მე იძახოს. პასუხისმგებლობაც აიღოს თავის თავს. პასუხისმგებლობაც აიღოს. იყო ერთ-ერთმა არ მინდა ხა დავასახელო, შემთხვევა რომ აი მინდა ჩაერთოსო ფედერაცია ჩემთანო, მე კი მზად ვარ. ოღონდ უბრალოდ ეს ტრადიცია შენ რასაც ეხა დაანერგავ, კი იქნები პიონერი, მაგრამ მარადიულად ყოველ წელიწადს უნდა ატარვა შეჯიბრი. ის რომ დღეს ჩავატარებ და ხვალ არა, ეგრე ვერ გამოვა რა. პასუხისმგებლობა არის. ეგრე ვერ გამოვა. იმიტომ რომ ქულების მომენტი არის, ვინ რეკორდი მოუხსნა, ვინ რეკორდი არ მოხსნა და ბევრი ფაქტორი არის რა. ეს მინიჯიპის რო შეხე. მაგაზეც მინდა ვთქვა, რომ იძლევა იმის საშუალებას, რომ სიტყვაზე ეხა მე რო ვარ 22 წლის და ეხა ვიწყებ პირველი ნაბიჯების გადადგმა სამ სპორტში, მექნება საშუალება, რომ უფრო პატარა ასაკიდან დავიწყო და ისეთივე პროფესიონალი, როგორც სიტყვაზე იტალიაში და ესპანეთში არიან, მართლა რომ დაბადებიდან მოტოციკლებზე შედან, ზუსტად ეგეთი მრბოლელები გავზარდოთ რა. და ძალიან მნიშვნელოვანია და აი რავი, ჩემცაც ეხა გავიგე და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს გაგვიხარდა ეხა ეს ინფორმაცია რა. მიხარია თუ გაუხარდა ბევრ ადამიანს ეგ ინფორმაცია. ესე იგი მინიჯიპი, მოდი ასე ვთქვათ, რამდენი წლიდან იწყება მოტოსპორტი? ხშირად მეკითხებიან ხოლმე. მე ვიცი მაგალითად ერთი ადამიანი, ჩემი მეგობარია ფრანგი, წარმოებელია თვითონ აწარმოებს მოტოციკლებს და მისი შვილი 2 წლის და 6 თვის არის. და მოტოციკლებს მართავს. მოტოციკლს ძალიან კარგად მართავს რა. ოღონდ ეს არის მოტოკროსი. ანუ პირველი ბავშვი მიმყავს, სადღაც წავეყო, ანუ 1000 ხوار დაველოდები ხა 1000 კუბატურამდე სანამ მივა. ხო არ ვეთქვით სტადიშვილ ქუჩაში ისწავლე იმეცადინე და მე მოდი ჩვენთან. ნუ დღეს ეგრეა. სამწუხაროდ, მაგრამ მაგიტო ვართ აქ, რომ ეს რეალობა შევცვალოთ და მოვაქციოთ ჩარჩოში. ჩარჩოში მოვაქციოთ რა არის? ეს არის მოტოკროსი. ანუ პირველი ნაბიჯები მოტოსპორტში იწყება მოტოკროსიდან. ანუ 2 წლის და 6 თვის ძალიან პატარაა, მაგრამ ზოგი ვერც ლაპარაკობს, ხო, ზოგი ვერც ლაპარაკობს, კი ბატონო. 3-4 წლიდან, ანუ ბავშვი უკვე მოტოკროსზე თუ შეუძლია ცოტათი ფეხი შეახოს, მჯდომიარე, მოტოციკლზე მჯდომიარე მიწას, უკვე მოტოკროსზე შეგვიძლია ვავარჯიშოთ, ასე ვთქვათ. დაახლოებით 7-8-9 წლამდე მისი საქმე არის ჯერ მოტოკროსში. მან სწავლობს ბალანს, მან სწავლობს მართვას, მან სწავლობს ძალიან ბევრ რაღაცას, თვითონ ტექნიკას სწავლობს. იმიტომ რომ ბოლელმა ეხა 7-6 წლის ბავშვი სწავლობს ტექნიკას, ისეთი ნათქვამია, მაგრამ უკვე რაღაცა შეგრძნებები უჩნდება. იმიტომ ბოლელმა აუცილებლად უნდა იცოდეს მისი ტექნიკა რა მდგომარეობაშია და უნდა გრძნობდეს ამას, რომ სადღაც რაღაცა მუხრუჭი არ მუშაობს, სადღაც საბურავი არ მუშაობს და უნდა შესაბამისი პრეტენზია განუცხადოს, ვისაც უნდა განუცხადოს მის გუნდის წევრებს. 6-7 წლის შემდეგ უკვე იწყება კითხვა ისმევა, აბა რომელი მიმართულებით წავიდეთ. ანუ ამბანი ვისწავლეთ და ეხლა იწყება აბა რომელი მიმართულებით წავიდეთ. ეს არის შეიძლება ტრაიალი, თუ იცით ეს არის ასფალტის მიმართულებით და თუ ასფალტის მიმართულებით, მანდ უკვე მინიჯი, პატარა სპორტ ბაიკებს რო ეძახით, პატარა ზომის უკვე მაგ მიმართულებაზე მიდის. ან ისევ აგრძელებს ენდუროზე და გარკვეული წლების შემდეგ ენდუროზე კი არა, მოტოკროსზე და გარკვეული წლის შემდეგ უკვე შეუძლია რომ გადავიდეს უკვე ენდუროში. და მაგას სამედიცინო კოდექსი არეგულირებს, მაგასაც მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ, ანუ ასაკს და დისციპლინებს. ეგეც მაგაზეც ბევრია ნაფიქრი საერთაშორისო ფედერაციაში და მათ შორის ჩვენთანაც. ეხლა რაც ეხება მინიჯიპის, ეხლა მივადექით მინიჯიპის.
წელს გვინდოდა, მაგრამ წელს სამწუხაროდ ვერ მოვასწარი და იქითაც წელს სავარაუდოდ ჩამოგვივა ეგ მოტოციკლები და იქითაც წლისთვის გვინდა რომ ამ მინი ბაიკებით კარტინგის ტრასაზე გავაკეთოთ ჩემპიონატები. გარკვეული ადამიანებისთვის ეს იქნება ვარჯიში, გარკვეული ადამიანებისთვის ეს იქნება გამოწვევა, იმიტომ რომ ეხლა კარტინგსაც რო შეხედავ, არაერთხელ გიტარებია, ხო, ეს მარტივია რა კარტინგი, მაგრამ რომ მართავ ამ აპარატს იქაც ხვდები რომ რაღაცა ესე მარტივათაც ვერ ამოიღებ ყველაფერს იმ კარტინგისგან, რასაც დრო სულ გაქვს რაღაცა დიაპაზონი ჩამორჩენის რა. ხო. თურმე კიდე შეუძლია, თურმე კიდე იგივეა აქაც. ეხლა რაც ეხება ჩემპიონატებს, მან უკვე შეგვიძლია რომ მან 3 კუბატურა არის 190-იანი, საკმაოდ ძლავრი არის 160-იანი და 125-იანი და არის კიდე 110-იანი. 107 კუბატურა, 125, 157, ანუ 160 და 190. 107-იანი არის სრული ავტომატიკა, მან შეგვიძლია უკვე ბავშვები ვარჯიშოთ. ეს იქნება ხან რუსთავის ავტოდრომზე, ხან შეიძლება ის ლილო არენაზეც და კიდე სხვადასხვა კარტინგის ტრეკებს დავათვალიერებთ, რაც ქვეყანაში არის და თან მარტივი არის რა, იცი რომ ამ შეჯიბრს რო ატარებ, თუ სხვა ქალაქშიც არის კარტინგის ტრასა, ან თუნდაც რომც არ იყოს კარტინგის ტრასა, შეიძლება 100-ზე მოედანი თუ არის, შეიძლება იქ ჩაატარო. მაგალითად ძალიან მინდა ხოლმე რომ გავიტანო თბილისის გარეთ შეჯიბრებები ეს თელი პაკეტი. თელავში ვახერხებთ ენდუროს მეშვეობით, ახალციხეშიც მოვახერხებთ შაშან და წელსაც გვექნება. და აი მოედნები რო იქნება, აი ქუთაისში მინდა სიტყვაზე გავიტანო, მაგრამ რო გავიტანო, ალბათ აი ეს მინი ჯიპის ვარიანტი იქითა წელს შეიძლება გაიტანო, იმიტომ საყურებლათაც ძალიან ისეთი არის რა. თან სიახლეა. კი, თვითონ მინი ჯიპის ეს არის დორნას შვილობილი კომპანიასავით არის, დორნა არის ეს MotoGP-ის ფლობელი ვიცარი და ვიცნობ მაგ პიროვნებასაც პირადად ძალიან კარგად. მაგათთან მქონდა საუბარი და მოდი მინი ჯიპით საქართველოში ჩავსვათ ერთი ეტაპიო. მეთქი კი ბატონო, მაგრამ просто ბოლელები იმას გვინდაო რა. მეთქი მოვამზადებ ჩვენ ნიადაგს, რომ ერთი ბოლელი მაინც რო ყავდეს და წელს თუ არა, 2-3 წელიწადში მინი ჯიპში ძალიან მარტივად მიღწევადი არის, რომ იმას ვქნათ, რა ქვია, რაღაც ერთობლივი შეჯიბრი ჩავატაროთ, მაგრამ სანამ მინი ჯიპის ჩვენ საქართველოში შემოვიტანთ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქართული მინი ჯიპის გამარჯვებულები გავუშვათ იტალიის, ესპანეთის ან სხვადასხვა შეჯიბრებებზე. ეხლა უკვე დავფიქრე და ცოტა უნდა უფრო გავიზარდე. არა, რატო? და ეხლა არის კიდე ლიცენზიები რა, ავტოდრომზე ლიცენზიები, ანუ ვისაც მართვის მოწყობა არ აქვს, შეუძლია რომ ივარჯიშოს. აი მაგას ვარეგულირებთ ეხლა უკვე ავტოდრომთან, იმითი რომ თუ გარკვეული ისე კლუბი ჩაიბარებს გამოცდას და ის კლუბი იქნება აკრედიტირებული ფედერაციის მიერ, მაშინ კი ბატონო ის კლუბი თუ გასცემს ამ სერტიფიკატს, მაგალითად თქვენზე მართვის მოწყობა რომ არ გაქვს და იქნება ფედერაციაში წარმოდგენილი, ფედერაცია შემდეგ ავტოდრომს წარმოადგენს, ანუ აქ ხდება რა ნამცხოვრებში პასუხისმგებლობის გადანაწილება. მარტივად, მაგრამ ვიღაცას ისიც არასწორია, ეხლა მართვის მოწყობა აქვს, მე მინახია ბევრი ისეთი ადამიანი მართვის მოწყობა აუღია და მე ჩემთან მოსულა სკოლაში, და სულ რომც არ მოვიდეს ჩვენთან სკოლაში მართვის მოწყობებისაც აქვს, საერთოდ სხვა უნარჩვევები არის, სპორტული ტარება და სამოქალაქო კუთხით ყოველდღიურ ცხოვრებაში. თან ძალიან მარტივია მართვის მოწყობის ჩაბარება და ახება. ხო, ეგ უკვე ხო, ანუ აი ისეთი რაღაცა შედიხარ, რომ ჩვენ სპორტული კუთხით ვისაუბროთ და და იქაც იხვეწება, როგორც ვიცი, იქაც აპირებენ ცოტა გართულებას არა, უფრო მეტი სტანდარტების შემოტანას, ვიდრე დღეს არის, მაგრამ ეს იმ ადამიანების და იმ ორგანიზაციის საფიქრებელია, ვისიც არის, მოდი ასე ვთქვათ. ხო, ეგ არის ჩვენი ყოველდღიურობა, ეგ არის ჩვენი მიზანი, რომ
რაც შეიძლება მეტი დისციპლინა გავავითაროთ. ეხლა მაგალითად ყავდა კუვეიტის ფედერაციიდან წარმომადგენელი ჩამოსული ბატონი ჰამად ალ-საიფი, საიფი თუ საიდი ვერ დამახსოვრე. ჰამადი რო ქვია იგივეც. ასევე არის FIMI-ის მოტოკროსის კომისიის წევრი, რომელიც ძალიან ბევრი წელია უკვე მუშაობს. თვითონ მოტოკროს ჩემპიონი იყო კუვეიტის და აი საუბარი გქონდა რაზე, იცი რომ უცნაური არის კუვეიტში, ჩვენ ხო სეზონი არ გვაქვს ამთავრ. იქ ზაფხულშია სეზონი და ზაფხულში არ გვაქვს ჩვენ სეზონიო. და ზაფხულში ჩვენ ჩამოვალთ აქ რაღაცა ამხანაგური გაცვლითი პროგრამები ვაწარმოოთ და ზაფხულში თქვენ ჩამოდით. ფიქრობ წელს აი მე და აი ჯიჯის ჰქონდა საუბარი, რომ ხوار ჩავიდეთ ლადოს წავიყვანოთ, ლადოს საორგანიზაციო კუთხით შეხედავს, ჯიჯი რაღაცა სპორტული მიმართულებით შეიძლება საკმაოდ მაღალი დონის ისა აქვთ, რა ქვია, წრიული რბოლის კუვეიტში? კი, MotoGP-ის და MXGP-ის ჩაუტარებიათ მათ. MXGP ჩაუტარებით და MotoGP არ ვიცი, მაგრამ ძალიან მაღალი სტანდარტების ისა აქვთ, ავტოდრომი აქვთ რა. და აი ამითი ჩვენ მოვახდენთ და ეს ამითი მოვახდენთ უფრო მეტ სურვილს ქართველი მომავალი ბოლელების, რომ აი რა ვქნა საწავი, კაი სასო საქართველოში ყვარული, კაი აგერ წამოვიღოთ კუვეიტში მონაწილეობა, წამოვიღოთ უნგრეთში მონაწილეობა, მაგრამ ჯერ აი ამ დონის ქვეყნებთან ვითამაშოთ რა, იმიტომ რომ ახლა პირდაპირ ესპანელებთან და იტალიელებთან გამოწვევა ისეთი არის რა. ხო, ისე დავიჩაგრებით რომ მე ცოტა. შეიძლება არ დავიჩაგროთ, მაგარი ნიჭიერი ის ყავს, რა ქვია, ბოლელები და ზოგადად ნუ ქართველებს ახლა რაც არ გვიჭირს, ეგ კარგად ვიცით, ისეთ სპორტში, სადაც მარტო ვართ. გუნდურ სპორტში გვაქვს პრობლემები, თორე არას მხოლოდ სპორტში, ზოგადად ყველაფერში. მაგრამ სადაც დამოუკიდებელი სპორტი არის, ნუ პირველები ვართ. კი, ეგ ახსენიშნე. ხშირად ძალიან სწრაფად მიღწევადი არის მოტოსპორტში, იმიტომ საბჭოთა კავშირის დროს აი ვეტერანებთან მქონდა საუბარი, საკმაოდ დიდი მიღწევები ქონდა, არა ერთს, ბევრს იმ დროში. და იგივენაირად შეგვიძლია, უბრალოდ აი ტრენერების პრობლემა არის, ახლა ვინ უნდა იყოს ტრენერი, კი ბატონო, აი всё, გაიკვალა გზა, არის ურთიერთობა, არის კავშირები საერთაშორისო არენაზე, მაგრამ ახლა რაღაცა უნდა გადავამზადოთ. აი ვინ გადავამზადოთ და აი ვართ მაგის ძიებაში. ახლა ბოლოს მოხდა ერთი კარგი ფაქტორი, არჩილ ნოხაშვილი არის ჩვენი წრიული რბოლის ხელმძღვანელი Clerk of the Course ოფიციალური პირი, რომელიც გახდა FIMI-ის, ანუ მოტოსპორტის ფედერაციის საერთაშორისო სამწლიანი ლიცენზიის მფლობელი ჩააბარა გერმანიაში. გაუშვით, ჩააბარა გამოცდა, ჩამოვიდა და მე ამაყება რომ ჩვენი წრიული რბოლა იქნება ოფიციალური ლიცენზირებული რბოლის ხელმძღვანელი. აი мотиваციასაც გაძლევს რა მე ჩვენ როგორც უმრბოლებს, რომ აი ხა მაგალითად ჯიჯი რო ავიღოთ რა. ამდენჯერ მოიგო რა რაღაც კიდე წინ გადადგავს ნაბიჯს კიდე რაღაც იქნება. ეხლა მსგავს სპორტსმენებზე ვიტყვი ეგეთ რაღაცას, რომ ეს ხალხი აძლევს საკმაოდ დიდ мотивაციას მომავალ თაობას. ამ ხალხმა და ამ ხალხთან ერთად ჩვენ რა ნაბიჯიც გადავდგით 2023 წელს, ეს პირველი წლიური ბოლა ფედერაციის ეგიდით რო დავიწყეთ, არა მხოლოდ ჯიჯი, ბევრი არიან კიდე სხვები. აი ეს ყველა თითოეული მე რაღაც სტატიას გავაკეთებ მაგაზე აუცილებლად. საკმაოდ დიდი რისკი აიღეს თავის თავზე ჩვენ ერთად, იმიტომ რომ აი ესე ქუჩიდან უცებ წრიული ბოლა ჩავატარეთ რა. ეს რაღაცა იყო, იცი? აი რა გითხრა რა. ეხლა თავშივე გააზრებული აქვს ამ ყველა ბოლეს, რომ ესენი რაღაცა შეიძლება ვეტერანების რაღაცა რბოლაში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ აი ეს თაობა ეხლა ვინც 35 წელს გადაცილებული არის, თვითონაც იცის რომ აქ რაღაცა საერთაშორისო დონის სპორტსმენობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ამ ადამიანებმა რაწმულით შეიტანეს მოტოსპორტში, იმიტომ რომ მიცეს სტიმული მომავალ თაობას და მიცეს აძლევენ, დღესაც მუშაობენ და დღესაც ვარჯიშობენ, და დღეს უკვე ზოგიერთი ასწავლის სხვებსაც
და საკმაოდ კარგი ძლიერი ბოლელი გამოზარდა ერთ-ერთმა ბოლელმა ეგეთი პრეცედენტიც არის ის ბიჭი პატარა 18 წლის არის შაშან მწყურზე დადიოდა ერიკა მასწავლა ისე ასწავლა რომ ერიკაზე უკეთესად დადის ბავშვი ეს უკვე სამაყვარი ანუ აქ თვითონ თითოეული ბოლელი უკვე გააზრებული აქვს რომ წვლილი შეაქვს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს მოტოსპორტის განვითარებაში და ეხლა ნუ აი ხდებით და ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ყოველდღიური პრობლემები რაც არის გადასალახი მაგ პრობლემების დაალაგებებზე მუშაობთ და გავუმკლავდებით რა რაღაცებს ისე რაღაცებს ასევე მაგრამ აუცილებლად გავუმკლავდებით იმიტომ რომ როგორც აღნიშნე ყველა გვიდგას ჩვენს გვერდში და თუ ვინმეს კიდე სურვილი აქვს და იდეები აქვს ძალიან მარტივია ჩემი პოვნა შეუძლია მოვიდეს გამოყოფ დროს და მასთან ერთად მის იდეას რეალობად ვაქცევთ ანუ ეს პროექტი შეგვიძლია რეალობად ვაქციოთ ოღონდ არა ის რომ მას იდეა აქვს და მე შევასრულო თორე ესე მეც ვეთქვი ბევრს რაც ხშირად ხდება ხოლმე ჩვენ რეალობაში მაგისთვის აქცალია აქ ჩვენ ვართ იმისთვის რომ ვიღაცას აქვს იდეა და არა აქვს გარკვეული რესურსები რომ მან ეს იდეა განახორციელოს აი მაგისთვის ჩვენ ვართ მაგრამ ის რომ ვიღაცამ იდეა მომაწოდოს კი ბატონო მოვისმენ იმ იდეას მაგრამ ჩვენი იდეების ბევრი გვაქვს ხო მე ისე ხდება რომ ყველაფრის კეთება ვერ ვიყოფით რა ყველაფერს რა ხო ეგ ძალიან რთული არის და მგონი რომ აი რაღაც დროსთან ერთად ეგეც შეიცვლება და რაღაც გამოცდილების მომენტია რა თან ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელში ალბათ მოტოციკლეტის მიმართ ინტერესმა ძალიან აიწია ძალიან გაიზარდა და ეტყობა კიდეც ეს ყველაფერი თუნდაც შეჯიბრზე დამწრე საზოგადოებას იმიტომ რომ შიდა ჩემპიონატებში ერთ-ერთი წამყვანი სპორტია მოტო და ავტოსპორტები რა. კი, აი ხა წინ პირველი ეტაპის ტრაკზე მაყურებელს რო უყურებდი, ცოტა ნამდვილად არისო და ძალიან ისეთი მეტი პასუხისგებლობის ისწავლების ყოველთვის ძალიან საკმაოდ პასუხისგებლობის მქონე პირი ვარ, მაგრამ აი რაღაცა შედეგიც რო ნახეთ რო ამდენს რაოდენობა რო უკვე ის იყო, მეთქი არა, კიდე მეტი ისეთი კონტრ მართლა ძალიან დიდი დაინტერესება ხა ფეხბურთზე მაგალითად რო წავიდეთ და შიდა ჩემპიონატს დავესწროთ ფეხბურთზე რა საშუალო ძის ხოლმე ალბათ ოჯახის წევრები და ნათესავები ძირითადად რა არ ვიცი არ ყოფილა არც მე ყოფილა და ეგრეა ხო მაგრამ ეგრე ყოფილა ჩვენი შეჯიბებებით რომ 2-3 კაცი ყოფილა მაგრამ იხვეწება რა ყოველ წელს უფრო მეტი ადამიანია დღეს წელს გავაცხადე მეთქი ფასიანი გავხადოთ მეთქი რა ო ფასიანი იმიტომ კი არა რომ რაღაცა შემოსაულის გამო მეთქი სიმბოლო ვარ ორილაი რომ დავთვალო მაყურებელი მეთქი ხა თუ არ მოდის მაყურებელი ისედაც არ მოვა და ეხლა თუ იმეს მოსვლა უნდა ეხლა 2 და 5 ლარის გამო არავინ კი უარს არავინ არ იტყვის რა ბოლოს და ბოლოს იმ 5 ლარში 2 წყალი რაღაცას გავათამაშეთ და მოდი წელს თავი შევი, კაი წელს მეთქი იყოს თავი შევი. საერთოდ მგონია რომ მე მგონი ბილეთები ფასიანი რო გახდეს უფრო დიდი დაინტერესებაც იქნება. ეგ ყოველთვის ეგრე არის. ეგ ყოველთვის ეგრეა და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება თვითონ ფედერაციაც. და ფედერაციაში მომუშავე ადამიანები. კარგი ნაბიჯი იქნება მე მგონია. ის თანხა არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა, რაც შემოა შეგიძლია იქვე ჩაატრიალოს აპრიზო ფონდში. ანუ ეგეც შეიძლება სიტყვაზე რომ რაღაცა X-ი თანხა შემოვიდა, წავიდა ადმინისტრაციულ ხარჯში რაღაცა 30%-ია, 70% გაუშვა მაგ ღონისძიების. ბევრი კომბინაციის დაალაგება შეიძლება, ყოველ სუბჟელობა გვაქვს რა. კარგია, ეგ ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ყოველ წელს თან რა ვხედავთ რაღაც სიახლეებს, რა გინ წესები გინდა თუ გინ ტრეკზე რომ მოდიხარ, რაღაც წინსვლები ყოველთვის იგრძნობა რა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ სუა ესე განვითარდება რა და ერთ-ერთი მე რაც მიკვირს ხოლმე რა, ისევ და ისევ მაგ თემას დაუბრუნდები, რომ ხალხის დაინტერესება მართლა ძალიან დიდი არის შიდა ჩემპიონატებში რა. რავი, ერთ-ერთი გამორჩეული სპორტია, მე თუ გითხავთ, ხალხის დაინტერესების მიხედვით. ერთ-ერთი არის რა, ერთ-ერთი მზარდი. მაგრამ სამწუხაროდ სხვა სპორტს აი სპონსორების მხრიდან რო ვთქვა რა, უფრო დიდი ყურადღება ექცევა ხოლმე, ვიდრე მოტოსპორტს. და ეს ბევრ რაღაცაში მე ხელსაც გიშლის. როგორც მარბოლელსაც და როგორც თვითონ ჩემპიონატსაც რა. საკმაოდ. ხო, და ანუ აი ცოტა კინოლსაკითხები საკმაოდ.
მე პირადად ვარ ბოლომდე ფოკუსირებული იმაზე, რომ შეჯიბრი იყო ჩატარდეს უსაფრთხოდ და შეჯიბრი ჩატარდეს რაც შეიძლება კარგად დაორგანიზებული. ეხლა ეს ორ სიტყვაში გითხარი, მაგრამ ძალიან დიდი ენერგია მეაქვს, იმიტომ რომ იმდენი მაქვს საწერი და საკითხი, просто ვერ აგიხსნი რა, ამასთან ჩემი უკლესობნები კიდევ კაი რომ 21 საუკუნეში ცხოვრობთ და ლეპტოპი არის და ლეპტოპში მაქვს ეს ყველაფერი. ეს რო ეხლა წიგნებად რომ დოს ეს სავსე იქნება. შოთასაჯობებდი ხარ უსტავს. ძალიან ბევრს კითხულობ რა, როგორ გითხრა. აბა რა ხდება თურქეთში, აბა რა ხდება იმ ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, აბა ჩვენთან რა ხდება იქ და არ გინდა უნდა იკითხო რა, სულ უნდა იკითხო და იქ პოულობ ამ გასაღებებს. რეალურად კანონმდებელი ტიპი ხარ რა და თან როგორ ეს არ უნდა იყოს მიკერძოებული არც ერთ შემთხვევაში, არც კომერციული კუთხით, არც პიროვნული კუთხით და იფხელა ენერგია მიაქვს ამ ყველაფერს, რომ აი გეტყვი გულახდილად ფიზიკურად დრო აღარ მრჩება იმაზე ფიქრისთვის, რომ სპონსორებთან დავიწყო მოლაპარაკებები. ძალიან მალე ამას დავამთავრებთ. ანუ რაღაც ჩარჩომდა მივა და უფრო აგრესიულად მიუდგებით მაგ საკითხებს. ახლა წელს დაგვემატა ვიცე-პრეზიდენტები, რომლებმაც ასე ჩაიბარებენ და ჩაიბარეს სპონსორების მიმართულებით მოლაპარაკებები და ნახოთ, იმიტომ რომ აქ ეს არ გუნდი, ეს ერთი კაცი ხო არა, ახლა ფეხბურთში ყველას თავისი როლი აქვს, ხო? და აი მაგ იმაში ვართ ახლა შერჩევის პროცესში, რომ ვიღაცა იმაზე იმუშავებს, ვიღაცა სპონსორზე იმუშავებს, ვიღაცა გასაგებია ერთია ორგანიზაცია, ერთია ფედერაცია, მაგრამ როდესაც დაფინანსება რაც მოდის და ყველა დაფინანსების 80% სპორტული შეჯიბრის საორგანიზაციო საკითხებში მიდის და 20% ადმინისტრაციული ხარჯით რაც არის თანხა, ის ვერ ყოფნის უკვე იმ ხელფასებს, რომ შენ აიყვანო თანამშრომლები და ამზადო ეს პაკეტები რომ შესთავაზო სპონსორებს, მაგრამ აუცილებლად მალე მივიღოთ და მეცაც გეტყვი რომ სპონსორები შეგვეხურწებიან ცოტა ხანში რა. იმედია. აუცილებლად მოხდება ეგეც. და ეგ როგორ მოხდება, ეგეც ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო და შეგვეხურწებიან რომ აი მოდი მეც ვიქნები შენი სპონსორი. და მან უკვე ჩვენ გადავწყვიტავთ იყოს თუ არ იყოს ის ჩვენი სპონსორი. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი აი თავიდანვე რომ დაიჭერ მომენტს რა, კომპანიებზე მაქვს საუბარი. რომ აი იქიდან გამოყვები, მე რა თქმა უნდა რომ პრივილეგირებულიც ხარ მაგ საკითხში რა და ჩვენ პატივისცემასაც ვლაპარაკობ როგორც რიგითი მოტო მოყვარული რა, იმსახურებ, იმიტომ რომ გვერდში უდგახარ ამ სპორტს. მადლობა, დიდი მადლობა. და რავი, ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი არის მართლა ის რომ ქუჩიდან ის ნიჭიერი ხალხი, ვინც ქუჩაში საოცრებებს აკეთებს, აი ამ საფრთხეს ჩამოვაშოროთ და ტრეკზე შევიყვანოთ რა. ეხლა კიდე დავუმატებ, მე რაც შემიძლია გავაკეთო, ეს არის ამ ავტოდრომის დღეების დამატება. თითოეული ავტოდრომის დღის დამატება ციფრში პატარა კი არ არის. რა თქმა უნდა. აქ 10 წუთით არ შედიხარ, იქ სასწრაფო გჭირდება, იქ მარშლები გჭირდება. ამ ხალხს ეს ხალხი ტყუილად კი არ მოდის, ხელფასები უნდა იმ ხალხს და რას როგორ ვახერხებთ ხოლმე და წლის ბოლოს აი ამ ციფრებს როგორ უმკლავდებით, ნუ არ ვიცი. აი სპონსორებს შევეხეთ და არ შემიძლია რა აღნიშნო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმისთვის, რომ ეს პოდკასტები იწერება და ხალხს ესეთი კარგი გადაცემების ნახვის საშუალება აქვს Speedy Logistics და სხვათა შორის ისევ განმეორდები, რომ Speedy Logistics ძალიან მაგარი შეთავაზება აქვს მოტოციკლეტებზე და შეგიძლიათ შეეხმიანოთ. და ასევე კომპანია GoParts ავტონაწილების ონლაინ მაღაზიას, ნუ ონლაინ მაღაზიაც აქვს და ისე ფიზიკური მაღაზიაც აქვს. შეგიძლიათ ნახოთ თუ დაინტერესდებით. ორივე კომპანიას ძალიან დიდი მადლობა ესეთი გვერდში დგომისთვის. გავახერხებთ ახლა ისევ ცოტა რაღაცაზე მოუწყდით, მაგრამ საქმე სჭირდება. ხო, აუცილებლად. შევეხეთ თან ამ თემას და უცებ აი ესე. მესმის ნაწილია ეს. ხო, აი ეს კარგია რა, იმიტომ რომ მართლა ვაფასებ. ვიღაცამ რომ დაინახა, რომ რაღაცას აკეთებ და გვერდში გიდგას, მართლა ვაფასებ და მართლა ძალიან დიდი მადლობა რა და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი დაინტერესება იქნება, როგორც მრბოლელისთვის, როგორც თუნდაც YouTube არხისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის YouTube-ის კეთებაც, იმიტომ რომ ინფორმაციას გასცემ. და ვიღაცამ შეიძლება ისეთ მანახოს ვიდეო და დაინტერესდეს, ვისაც აქამდე ფიქრიც არ ქონია, რომ და ეს შენ ხარ და შენაირი ბლოგერები ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, არა მხოლოდ ჩვენი მოტოსპორტის, ზოგადად ყველა სპორტისტვის თუ
წარმატება რა არის? ეს არის კომუნიკაცია და თქმა უნდა. თუ კომუნიკაცია არ არის, იქ წარმატება რაც უნდა ძლიერი პროდუქტი გქონდეს, ძალიან ძნელი არის კომუნიკაციის გარეშე. კი, ჩვენი მიზანიც ეგაა, რომ ეს ხალხი დავაინტერესოთ სპორტით. და თქვენ ხართ წყარო რითითაც შეიძლება რომ მივაწვინოთ ინფორმაცია და ასევე მივიღოთ ინფორმაცია და მე მინდა წარმატებები გისურვო, არ დანებდე, აუცილებლად დაგიფასდება, აუცილებლად უფრო მეტად დაგიფასდება და არ ვიცი, დანარჩენს უკვე დროა ჩვენ. კი, აი ეგ გვინდა რომ ეს რაღაც ხიდი ვიყოთ ხალხს და სპორტსმენები იქნება ფედერაცია იქნება. აი ამ ეს ვიყოთ რა დამაკავშირებელი რომ უფრო მეტი ინტერესი წამოვიდეს ისევ და მართლა გულწრფელად ამის გამო ვაკეთებთ რომ მიყვარს რა აი თქვენს ალბათ ზუსტად ეგრე ხარ რომ ნუ არ გიყვარდეს არ გააკეთებ რა აი მართლა არ დახარჯავ ზედმეტ ენერგიას აი ამ ყველაფერში ვერ დამაძალებს არავინ არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში გარშემო ვინც ესე დამაძალებს რამის კეთებას აქ არის ხოლმე სიყვარული რა თან აი იმ ფიქრიდან რომ აღარ გინდოდა და რაღაც მე აი მაგ ფიქრის მიუხედავად აი აქიდან გაზარდე შვილივით მართლა ალბათ და შვილივით გიყვარს ეგრე არის ნამდვილად და ნახოთ არ ვიცი შემდეგი თაობა ვინც მოვა უკვე ფედერაციაში ის უკვე უფრო შემართებით იქნება იმიტომ რომ აი მქონდა ეგეთი შემთხვევა აი გახელაძე გიორგი რა მიერეკავს გიო რაღაც ის მინდა რა ქვია ცნობაო რა და ეს კაკრას პირველი წლები არის 2019-18 რაღაც ცნობა მინდა და ჩემთვის უცებ ჩავფიქთი რა რო გავთიშე ბლანკიც არ მქონდა რა ლოგოზე საუბარია აი მეთქი აი რაზე დაგიწერო ანუ მაქედან დავიწყეთ რა ანუ ფურცელიც არ მქონდა ჯერ ფურცელი შეგვეძ და ეხლა თეთ ფურცელზე წერთ ისტორიას და ვიამაყებთ ვინც გააგრძელებს უფრო სწრაფად იზავს იმიტომ რომ უკვე პრეცედენტები არის გამოსილება არის საძირკველი ჩასხმულია რა მარტივ რაღაცას გეტყვი წრიული ბოლა რო დავიწყეთ შეჯიბრება პირველი შეჯიბრის შედარება ვერ შევძელი იმიტომ რომ წი უკან არ არსებობდა რო სტატისტიკა შემედარებინა აბა ვირა სექციებში რა დროშია რა როგორია რა ვის მოეხსნა რეკორდი ვის დღე აწი უკვე ვინც მოვა ჩვენ შემდეგ იმას ძალიან ბევრი რაღაცა იქნება ფუფუნებაში ვართ ის რა იმის ფონზე ვიდრე ჩვენ ვართ კი ეხა ჩვენ გვაკლია ჩვენი ბაზა მაგაზეც მოლაპარაკება მიდის გვაკლია ჩვენი ოფისი ბევრი ძალიან ბევრი რაღაცა გვაკლია და სულ რაღაცის დანაკლისში ვიქნებით მაგრამ მივახცევთ რა მაგასაც რა თუ ჩანს ვინმე იმედი თუ შეიძლება გქონდეს რა იმედიანად რო ვიყოთ იმის რომ აი შენ მეორევადით ხარ ეხა მაგალითად და ამის მერე როგორც ვიცი ვეღარ აგიჩვენ ხო? იმედიანად თუ შეიძლება ვიყოთ რომ ვიღაც ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ ალბათ ვიღაცა იქნება. ეხა მე ჩავშორდები წავალ, რა თქმა უნდა ვერ მივატოვებ. ოღონ ის კი არა რომ არ მივატოვებ. ეს თუ ხედავთ რომ საჭიროებას მოითხოვს აუცილებლად გვერდში ვედგები თუ საზოგადოება ჩათვლის რომ მე ვარ საჭირო ამ ფედერაციისთვის თორე ჩემ პირადი სხვა ბევრი გეგმებიც მაქვს რაც სხვათა შორის ჩვენმა ერთ-ერთმა გამომწერმა დაგვიწერა რომ კითხეთო რომ ხო ცხოვრების ბოლომდე იქნება ჩვენი ბაიკერების გვერდი რა თქმა უნდა იმიტომ მარტო ფედერაციით არ შემოვიფარგლები მოტოსპორტთან და არ მინდა იმაზე ვისაუბრო მეორე თემაზე ჩემსაზე და კი აუცილებლად ყოველთვის ვიქნები და ყოველთვის გამიხარდება თუ რაღაცაში რჩევის დონეზე მაინც გამოვდგები ამ სფეროში რა. თან სხვათა შორის მეც არ მეგონა სანამ აი ამ სფეროში ეს არ შემოვიდოდი და შემოაბიჯებდი მეც არ მეგონა რომ აი ესე უშუალოდ შემეძლო რომ მოსულიყავი მელაპარაკა და აი ვითომ რაღაცა ეს ფიქრი რომ რაღაც ბარიერია და ვერა და აი რო გაგიცანი და მე რაღაც თუ ვინმე აი ხა ბოლოს იყო საუბარი სტანტერებზე კაკრას ჯიჯი ესაუბრა 3-4 ბიჭი არის დამწყების სტანტერები
და ეხლა გქონდა საუბარი რამოდენიმე დღის წინ, მეთქი მოდით, ნუ გერიდება, აქავარ, რა გჭირდება, ნაწილი გინდა, საბორავი გინდა. ეხლა იქით კვირაში ალბათ გვექნება შეხვედრა და სტანტის მიმართულებასაც გავავითარებთ აუცილებლად და გვერდში დავუდგები. ანუ თუ ადამიანები არ მოვიდა ჩემთან და ვერ გავიგე მას რა უნდა, მე ესე ჩემი ყოველდღიურობა ვერ მიმიყვას იმ ადამიანებთან. და თუ მოვლენ მომწერენ, დამირეკავენ, ან შენის მეშვეობით თუ რამე კითხვები აქვს, დიდი სიამოვნებით დავსხდეთ, გავიხილოთ საჯაროდ, გინდა პირადად და შეგვიძლია რაღაცა ჩვენი შეჯიბრიც მოვიფიქროთ. ანუ ესეთ რაღაცასაც გეტყვი, ფილმი არ გზღუდავს და გეუბნება, თუ რამე ესეთ შეჯიბრს მოიფიქრე, ჩაატარე და შეიძლება იქნება ისეთი კარგი შეჯიბრი იყოს, რომ ჩვენც წავიღოთ. იქნება და აქ არის ვიღაცა ეგეთი ამ თაობაში, რომ რაღაცა ტიპის შეჯიბრი, არ ვიცი, არ კონკრეტოდები, იმიტომ რომ არ ვიცი. ვიღაცას შეიძლება რაღაც ჩვენ თითოეული ხო რაღაც ჩვენისებურად აღვიქვათ ამ სამყაროს და ის ვიღაცას აღიქვავს რაღაცა ამ შეჯიბრს თავის წესებიანა. აქავართ დავსხეთ, დავილაპარაკოთ, თუ იდეა კარგია, გავიტანთ საერთაშორისომდე. ჯერ აქ ამ პლატფორმას დავარქვი, ამ პლატფორმას აქ გავტესტავდით. კი ბატონო. და მე გავიტანდით. უფრო ფართო მასშტაბებზე, ხო, თან რაღაც საამაყოც იქნება, რა, აქედან დაიწყო. ანუ მაგის შესაძლებლობაც არის თქო, მაგის თქვა მინდა. თორე ხა ის თუ უბრალოდ ხო იდეებით მარტო ჩვენ რა უნდა ვქნათ მისი აზრით ეგ ჩვენც ვიცით რა. თითის ქნება უშორ და ყველამ კარგად იცის ხოლმე და ესე და ისე და. აი შენ ესე უნდა გექნა და ისე უნდა გექნა. აი ჯოკერს რო თამაშობდი ხოლმე, ხო იცი? აი წაგიღოცხას წაიღებდი და ეს. ხო, ეგ ძალიან მარტივი და ადვილია. ეხლა უფრო რაღაცა პოზიტიური კუთხით საუბრობ, თორე ნეგატიური კუთხითაც შემიძლია ვისაუბრო, იმდენი პრობლემა გვაქვს და იმდენი ხარვეზი გვაქვს. რაც გარეთ არ ჩანს. რაც გარეთ ჩანს და ასევე არც ჩანს. და ვაღიარებთ მაგ პრობლემებს სხვებისგან განსხვავებით და სულ ვფიქრობთ მაგას, რომ ეს ხარვეზები როგორ აღმოვფრათ. ხო, აი ერთ-ერთი კითხვა ეგეც იყო და თან ახსენე კიდეც აი სტანტერებზე რა. რბოლებზე როგორ შეიძლება რომ გავხადოთო, უფრო საინტერესო რბოლებიო რა, იმიტომ რომ ნუ რბოლებში არის შესვენებები რაღაც აუზები, ხო და აი ზუსტად სტანტერების შოუ შეიძლება რაღაც აი 1000 აქტიობა და კარგია რომ აი ამებზე ესე ნელ-ნელა მუშაობა მიმდინარეობს და ვიხილავთ მე მგონი ეხლა ჩვენ საუბრობთ რომ ბილეთი გავყიდოთ. ეხლა რას ნიშნავს ბილეთი გავყიდოთ, ხო, შინაარსობრივად რომ მივდგეთ. ეხლა თეატრში რომ მივდივართ რაღაც სპექტაკლზე ბილეთს რო ყიდულობ, სპექტაკლს უყურებ, ხო? რაღაც კარგ ფეხბურთის თამაშზე რომ მიდიხარ, იმიტომ იცი რომ იქ სიამოვნებისთვის იხდი იდეაში. ის სიამოვნებაა. იგივე ამოცანა გვაქვს ჩვენს მოტოსპორტში გასაკეთებელი, რომ ამ ბილეთს თუ გადავახტევინოთ მომავალში, უნდა დავახვედროთ ისეთი შოუ პირდაპირ რომ ნასიამოვნები წავიდეს. ამისთვის ნუ დიდი შრომაა გასაწევი ამ ბოლელების, იმიტომ რომ ეს ბოლელები როგორც თეატრში მსახიობები არიან, აქ ჩვენთან ბოლელების სახით არიან. და ეხლა თეატრში რამდენს შრომობენ ის მსახიობები, რომ იმ 1 საათიან თუ 2 საათიან სცენაში სიამოვნება მოგაიჭროს. იმის უკან მრავალი მსგავსი საათი აქვს. კი ბატონო, და ესე რა ვიცი, მივალთ რა მე მგონი რაღაცამდე. კი და მე კიდე უფრო დიდი ინტერესი იქნება ამ ყველაფრის მიმართ და ის პრობლემა რაც თქვით, რომ აი მე რომ მინდა სიტყვაზე რომ ხვალ დავიწყო რბოლა და არ ინტერესდება არავინ, რომ აი ვიცით რომ ძვირიანი სპორტია რა. და ვიცით რომ რაღაც ფინანსებთანაა დაკავშირებული და ვერ ვაინტერესებს სპონსორს, იმიტომ რომ აი რაღაც იმას გეუბნება რომ რაღაც ინტერესი არა, ეს ინტერესი რომ მოიმატებს, მე უკვე თვითონ მართლა შეგეხვეწებიან რა, რომ ვიღაც აღზარდო. ყველა არ ვიზახი რომ შეგეხვეწებიან, თქო, სან წელს არა, მაგრამ 1-2 წელიწადში თვითონ შეგეხვეწებიან რომ ჩვენს გვინდა და მანდაც შეიძლება ჩვენ ჩავკვეთოთ სპონსორების აქეთ წავღებ რაღაც კი. იმიტომ რომ არის რაღაც გარკვეული გზები და მიზეზები, რატომაც ვსაუბრობ ამას. ჯერ უბრალოდ ვარ გეუბნები ბოლომდე ყურადღებით იმაზე, რა ქვია, საორგანიზაციო საკითხებზე, იმიტომ რომ მან არის პრობლემები რა და ფიზიკურად დრო და ენერგია აღარ მრჩება, რომ დავიწყო სპონსორებთან საუბარი. თუ პარალელურ ცხოვრებაში ვინმე სპონსორი გამოთქვავს სურვილს და მიიღებს მონაწილეობას ამ განვითარებაში,
დამიჯეროს იმ სპონსორმა რომ გავაწყლები და იამაყებს, იმიტომ რომ მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მოტოსპორტის განვითარებაში. და ეს დრო თუ გაივლის, მე გაივლის, ხო? დაკარგავს. და არის long term და short term, ანუ მოკლე ვადაში მიღებული შედეგი და გრძელ ვადაში. ეს არის გრძელ ვადაში მიღებული შედეგი. ხო, მოკლე ვადიანს მოკლე ხო. ანუ იმიტომ რომ მაგალითად აი რა გაგიკეთები, რა წვლილი შეგიძლია, მე შემიძლია ვთქვა რომ მე რაღაცა წვლილი შევიტანე აი ამ გაჭირვებაში, იმ სირთულეში, როცა კაპიკი უჭირს, თორემ მე თუ კაპიკი თავისი ექნება, აღარც სჭირდება. სჭირდება, ხო? კი, ეხა ჭირდება ზუსტად. არის და როგორ დავარქვათ სახელი აი ამ წვლილის შეტანაში, აი მაგაზე შეუძლია რომ მესაუბროს და მარადიული იქნება იმ ორგანიზაციისთვის, რომ მას შეიძლება სიამაყით თქვას, რომ მე სპორტის ქართული ერთ-ერთი სახეობის სპორტის განვითარებაში წვლილი შევიტანე. რა თქმა უნდა. აი თავის ხო ქართულის მაგიდას შეუძლია და მეც გამიკეთები. აი შეუძლია გააკეთოს რა. თორე ის ვიღაცა ბოლელი დაასპონსორა, ეგეც კარგია, ცუდი არ არის, მაგრამ დამიჯერე ფედერაციას ნაჯობია ურთიერთობა, იმიტომ რომ იმ სპორტსმენს თუ მომავალ სპორტსმენს რა ჭირდება, ჩემზე კარგად არავინ არ იცის. ანუ ფინანსებზე ხა გავიგე, ფული ყველას უნდა, ხა ისეთი რაღაცა არის, მაგრამ აქ უკვე ფინანსების გარდა რა ნაწილი ჭირდება, როგორი უნდა იყოს გამართული, გუნდი რისგან უნდა შედგებოდეს. მაგაზე კარგად ჩემზე და ჩემს გარდა კიდე რამოდენიმე ადამიანი კაცის გარდა არავინ არ იცის რა ჭირდება იმ ბოლელს რა, რომ წარმატებით მოხდეს იმ ეტაპის ჩატარება. ხო, არა, ეგეც ისეთ თემა არის რა. მიღწევადი არის, დრო ჭირდება, რა თქმა უნდა. და რავი, იმედი მაქვს უბრალოდ რომ კარგად წარიმართება ეს ყველაფერი რა და განვითარდება ეს სფერო ისე, რომ აი დღეს რო უყურებთ ჩვენ რაღაც საზღვარგარეთ რაღაც შეჯიბრი რო არის და რო უცნებობ რომ აუ იქ წავიდე და იქ დავესწრო და რაღაც აქ გქონდეს მაგდონის შეჯიბრებები, რომ აქაც რაღაც აი გეტყვი შარშანი ხო, შარშან ვიყავი, ინგლისში ვიყავი, ერთი თვე ვიყავი იქით და დამეთხა MotoGP-ზე წავედი. MotoGP-ის ეტაპზე ვიყავი British 75 წლის თავთან დაკავშირებით, იყო თან დაემთხვა რაღაცები და წვანე მქონდა ყველგან შევდიოდი, ყველგან გამოდიოდი, როგორც ფედერაციის წარმომადგენელი, ასე ვთქვა და ну, რა თქმა უნდა, მასშტაბშია ის დიდი, თორე რომ რაღაც ბევრ დეტალს რო ვაკვირდებოდი საორგანიზაციო კუთხით. ძალიან არ ჩამოვჩებით რა ჩვენ. ვიღაცამ შეიძლება ეხლა ჩვენ მოსვენელო თქვას რომ აუ რა სიძახისო რა. უბრალოდ თავისი თვალით ვაჩვენებ, წავით მოვკიდებ ხელს და წავიყვან რა. მაშინ მე მაინტერესებს თუ ხელს მოვკიდებ და წავიყვან მე მაინტერესებს მე წავიყვან. ძალიან მარტივია მაგის გაორგანიზება და შეგვიძლია აი გეოვნები ერთ-ერთი ეტაპი თავარია მეცალოს, შეიძლება წავიდეთ რომელიმე MotoGP-ის იმასე რა ქვია. სიამოვნებთ. ვეწვიოთ და ნახავ შენი თვალით, ну, შოუ არის სილამაზე არის რა. რა თქმა უნდა. არ ვიცი ეს სილოსტონის ავტოდრომი ძალიან ლამაზია. ესე იგი, რო ვიდექი ამ შენობაში საიდანაც უყურებდი, ეს ტრასა ისე ჩანს, რომ თითქოს სურათივით არისო რა. ანუ რო უყურებ, ესე კი არ არის სწორი. არამედ რაღაც დახრილი, ცოტა აწეული არის თლიანად რა. და რო მოდის ეს მოტოციკლები მოტორი იყო რა, მაშინ გაშვებული. არ ვიცი, ეს 32 მოტოციკლი და ეს 32 მოტოციკლი ერთი სწორეში მოდის და უცად მოსახოში ერთი რო იწყებს გადახვას და რა. ეს იყო აი ხო, აი ეგ შეგრძნებები და ეს იყო აი ხელოვნება რა. ჯერ ნუ ეკრანიდან რა არის, ეკრანიდან რო უყურებ და მე წარმოვიდგენე იქ რო დგახარ და თან ხმა გესმის რაღაც ემოციები. აი ხმა გეკეთოს თორე დაიზიანებს რა. ხო, არა, აი ეგ გამოცდილება კიდე ძალიან მაგარია. ამ ეტაპზე ეს მე ბევრს ვეღარ გეტყვი, ვეღარაფერს. თუ რამე კითხვა გაქვს დამისვი, აი სამომავლო გეგმებსაც შევეხეთ, ვილაპარაკეთ ამ ყველაფერს და მოდი აი წლევანდელი სეზონი წელს ამ სეზონში თუ იგეგმება რამე სიახლე, აი ეს რო გითხრა რა.
სიახლე, ნუ წლევანდელ წელსაც სტანდარტულად მივყვებით. სიახლე ის არის, რომ აი ცოტა ხნის წინ თქვი, დავამატეთ კვალიფიკაციები დრაგზე, ანუ მეტი დღეები ავიდეთ ავტოდრომის, მეტი დღე, მეტი ხარჯია. რა თქმა უნდა. ასევე წრიული რბოლისთვის ვარჯიშები ავიღეთ. ეხლა მოლაპარაკებები მაქვს და მინდა რომ უცხოეთიდან ჩამოვიყვანო ვინმე ტრენერი, ვინც ჩვენ ბიჭებს კიდევ ერთხელ რაღაც გადაგვიმზადებს თეორიულ დონეზე თუ პრაქტიკული კუთხით, შეიძლება ბევრისთვის სიახლე არაფერი არ იყოს, მაგრამ კარგია ვიღაცა თუნდაც რომ გიდასტურებს იმას, რასაც აკეთებ სწორად. იმიტომ შეიძლება რაღაც აკეთებდე და არ იცი სწორად აკეთებ თუ არა და რო გიდასტურებს ესეც უკვე კი ბევრს ნიშნავს. და აი გვინდა რომ ჩამოვიყვანოთ ვინმე საერთაშორისო ტრენერი და ასე ვთქვათ ჩვენი პარტნიორი გავხადოთ პირველი 2 წელიწადი და ასევე ეს ნელა რო ვიწყებთ ამ მინიჯიპის ქართული მინიჯიპის ვერსიის გაშვებას, აი მანდაც დაგვეხმარება ეს ტრენერი, იმიტომ რომ ეს ბავშვები გადასამზადებლები იქნებიან. და ნუ გეგმაში გვაქვს რომ იქითაც წელს აი თუ გავკაჩეთ რაღაცა სუბსიდიით, ფედერაციის სუბსიდიით რაღაცა 1-20-30 კაცი ბავშვი მივიღოთ სკოლაში. ასე ფედერაციის ხარჯებით რა. ან შეიძლება ეს ყოველწლიურად 1-20 ბავშვი, იმიტომ რომ 20 ბავშვი შეიძლება შევძლოთ რომ შევინახოთ რა, ასე ვთქვათ რა. იმიტომ რომ ვიცით რომ საკმაოდ ხარჯებთან არის და ყველა მინდა რომ ბავშვი ვიყო. შობელს არა, მაგის საშუალება. კი, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ ვიამაყებთ რა ბავშვებით. კი, არა, მაქიდან იწყება ზუსტად ყველაფერი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ბავშვობიდან დაიწყოს რა. და ზუსტად პირველი ნაბიჯებიც რომ მაქიდან იწყება, ეხა კარგია რა. ეგ უნდა იჯდეს რა და თან ბავშვობაშივე ხვდება რომ ეს მისია თუ არაა მისი. და ნუ აი ამაზე ვივარჯიშებ, მე ამ უნარჩვევზე ვივარჯიშებ, მე მოდი წავასაზღვეგარეთ და უკვე ფედერაცია გასაღები არის, ბევრი რაღაცის გასაღები არის რა. მე მშობელი მოვა და საკითხს დასვავს რომ აი ჩემი შვილი უკვე რაღაცა დონემდე არის და სადღაც სხვა სკოლაშიც მინდა გადავემზადო. კი ბატონო, რუსეთის ფედერაცია რომ ზუსტად აი გადამისამართებები მოახდინოს, რომ რაღაცა უფრო ძლიერი და ძლიერი ბოლები მივიღო, მაგრამ მე როგორ გამოწვევა იქნება ტრენერებისთვის, რომ კი, ზუსტად თვითონ როგორ ვთქვა, თავისი თავი ისე იმუშაონ თავიანთ თავზე, რომ პირიქით სხვა ქვეყნიდან წამოიყვანონ აქეთ. კატალონიაში თუ ხო ესპანეთში ლორენცო სკოლა არის რა. ლორენცო გსმენიათ MotoGP-ის ლორენცოს მამა არის, რომელიც მაგრა ასწავლის. არის YouTube-ზე დევს მაგის ისინი, რა ქვია, ვიდეოები როგორ ასწავლის ბავშვებს. აქაც შეიძლება ვიღაც ეგეთ დაიბადოს და პირიქით იქით კი არ წავიდეთ. ხო, ეგეც წამოვიდეს. ეს უკვე ტრენერებმა უნდა იმუშაონ თავიანთ თავზე რა. ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა თან ეხლა რავი. დღეს ყავს ვინმე ტრენერი, ვინც გასწავლის აი ეს თქვა მე ვავდე დღეს ტრეკზე რაღაც აი პროფესიულად ვიძახი რა. აი ცოტა მძიმედ აქვს საკითხი. ხო, აი არის 1-2 ადამიანის სურვილი, აი ერიკა ოგანესიანი ერთი გითხარი, ლადოსაც აქვს სურვილი, ლადოს აქვს უფრო ბავშვების მიმართულებით. რაღაც წინა პერიოდთან შედარებით რაღაცა გაგვაჩნია რა, მაგრამ 1-2 წლის ამბავია და აუცილებლად მივალთ რა კარგი. ნუ ასე რომ აბრძანდეთ ტრეკზე არის ხალხი, ვინც დაგეხმარებათ იქ რაღაცებს შესწავლაში. ეგრეს არ არის რომ კი. ხო, აი ამისის მინდოდა რომ კი ვიცოდეთ თუ იმას სურვილი აქვს, არის თუ ნუ ამ ეტაპზე თუ მას თავისი ბაიკი ყავს, არის ტრეკზე ბიჭები, ვინც გაუმკლავდებიან ამ პრობლემებს. ხო, ძალიან მაგარი არის ეგ, იმიტომ რომ იმედიანად ხარ რა, ხა არა ხვალ და მარტო არიული რა, ვიღაც რო ხდება იქ, ვინც გასწავლის პროფესიონალი. მე უკვე შენ სხვანაირად გამოცდილი ადამიანი კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა გიომ. გაიხარე. რაღაცნაირად იმედით ავივსე რა მეც და ძალიან გამიხარდა ამ ინფორმაციების მოსმენა, რაც დღეს გითხარი. და კმაყოფილი ვარ. მე თვითონ. მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ და რა ვიცი თუ საინტერესო იყო ამ ინფორმაციის მოწოდება. მაყურებლის მხრიდან გისმენდი უფრო ვიდრე რაღაცა მოწყვეტილი ვიყავ ეს გისმენდი მეც დიდი ინტერესით და
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი ეს ამდენი სიახლე იგეგმება და ესე ვითარდება საქართველოში მოტოსპორტი რა და იმედი მაქვს. მადლობა და იმედოვნებ, რომ ბევრი ადამიანი გამოთქვავს სურვილს და უფრო მოვა ჩვენთან სიახლოვეში თუ ვის რა უნდა, ვის რა უჭირს. იქნებ ვიღაცაში არის რაღაც ნიჭი, არ არის საშუალება. აქ ვართ. იმედია რომ აი ეს ვიდეო გახდება ზუსტად ამის რაღაც საწყისი წერტილი და ძალიან გამიხარდება მეც. კი, ძალიან დიდი ჩემში ყოველ შემთხვევაში ეს ნაპერწკალი აინთო რა და რავი ჯერა რომ სხვაებიც იგივენაირად იქნებიან განწყობილი ვინც პოდკასტს უყურებს. ნახოთ. ასე რომ არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ არხი, დაგვიკომენტაროთ, დაგვასაბსკრაიბოთ, დაგვალაიქოთ, რა ვიცი, გადააზიაროთ, რომ უფრო მეტი ვიყოთ და ჩვენც უფრო მეტი мотиваცია გვეძლევა მერე რომ უფრო კარგი საქმეები ვაკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა, შევხვდებით შემდეგ პოდკასტში.